დავიწყოთ. ესე იგი, როგორ იქნება 2017 წელი, მამლის წელიწადი, ცეცხლის სტიქიის, წითელი ფერის მამლის წელიწადი, ამას მნიშვნელობა აქვს და ვიტყვით რატო. პირველ რიგში, საოცარი ცვლილებების წელიწადია. 3 წლიანი ცვლილებების ეტაპი ჩვენ დაგვიწყო შარშან წინ, როცა დავიწყოთ თხის წელიწადი შემოვიდა, შემდგომ ეხლა რა გადარეული წელიწადია, კარგად ხედავთ, ეს არის ცეცხლოვანი მაიმუნის წელიწადი და გაგრძელდება იგი 28 იანვრამდე. და დააგვირგვინებს ამ 3 წლიან ცვლილებების პერიოდს მამალი. ამიტომ ცვლილებები იქნება ყველა დონეზე, დაწყებული პრემიერ-მინისტრიდან, დამთავრებული თქვენი დაუშვათ ორგანიზაციების ხელმძღვანელებით. ამიტომ მზად იყავით საკადრო ცვლილებებისათვის. ყველა დონეზე იქნება სერიოზული ცვლილებები, იმიტომ რომ ეს პერიოდი ახალი სისხლის შემოსვლისა. 2021 წლიდან საქართველო იწყებს ძალიან მნიშვნელოვან 12 წლიან განვითარების წარმატებულ ციკლს. ამისთვის ქვეყანა უნდა იყოს მზად, იმ ახალი ძალებით, ახალი ენერგიით, ახალი ტვინით, ახალი გაუსვლელი ადამიანებით, რომელიც აუცილებელია რომ მოვიდნენ იქამდე. ამიტომ ჩვენ გვაქვს ეს განახლებადი პერიოდი. თქვენ ნახავთ, განათლების სფერო იქნება, ტურიზმის სფერო იქნება, სპორტი იქნება, თუ პოლიტიკა, რელიგია, ყველა სფეროში იქნება სერიოზული ცვლილებები. მათ შორის შიდა კონფესიური ცვლილებები რელიგიაში. ამას დაინახავთ, იქნება სერიოზული დაძაბულობა და კონფლიქტები. კონფესიებს შორის, რელიგიასა და პოლიტიკოსებს შორის საკმაოდ დიდი დაძაბულობა იქნება. თვითონ პოლიტიკოსებში სერიოზული ცვლილებები პირველი 3-4 თვე ეს მთავრობა გადის ეიფორიულ ზონას. კმაყოფილია ცხოვრებით, დამშვიდებულია და ამიტომ სერიოზულ შეცდომებს დაუშვებს. მიიღებს ძალიან არაპოპულარულ, ასე ვთქვათ, კანონებს, ძალიან არაპოპულარულ ნაბიჯებს გადადგავს, რის შედეგად ეს იქნება შეცდომა, გააძლიერებს ოპოზიციურ ძალებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, შემოიყვანს ახალ მათ შორის ძალებს პოლიტიკურ სარბიელზე და შესაბამისად ამას მოყვება რა უკვე 12 სექტემბრის შემდგომ წლის მეორე ნახევარში ახალი რევოლუციური ლიდერების გამოჩენაც, რომლებიც უკვე შექმნიან საკმაოდ დიდ შესაძლებლობას სამთავრობო სტრუქტურებში სერიოზული ცვლილებების. ამიტომ პირველივე წლის პირველ ნახევარში თქვენ იგრძნობთ, რომ კომპრომისებზე წასვლა მოუწევს სამთავრობას. იმიტომ რომ თქვენ როცა დაინახავთ ეხლა აგერ მანქანები ყავთ ყველას და მოგიხდებათ რამხელა ფულის გადაყრა კატალიზატორებში, რომელიც ერთ წელიწადში გაფუჭდება და ორმაგი დაგიჯდებათ. მაგას მიხვდებით მე რომ ეს არ არის გამოსავალი და ბენზინი რჩებათ იგივე. უხარისხო. მაშინ მიხვდებით რომ ეს ნაბიჯი არის პოპულისტური. და არა ხალხის საკეთილდღეო, როგორც დღეს უნდათ ამის ჩვენება. ამიტომ იქნება ძალიან ბევრი, ან მანქანა ყავთ, რატომ უნდა გადაუხადოთ ფული მთავრობას ამის ხედავთ, მარტო იმისთვის რომ მანქანა ყავთ? რატომ უნდა გადაიხადოთ? ანუ აქ იქნება ძალიან ცუდი მიღებული, ასე ვთქვათ, კანონპროექტები, რომელიც გამოიყვანს ხალხს წონასწორობიდან. ეს კიდე რევოლუციური სუნის დენთის ტენდენციას შექმნის, იმიტომ რომ მამალი რევოლუციონერია, მეუმარია, უკან არასოდეს არ იხევს და სერიოზულ ცვლილებებს იწვევს. ამიტომ ეს ტენდენციები ჩვენ გვაქვს ყველაფერი წინ. ყველა სახის ცვლილებები, იმიტომ რომ არ შეიძლება რელიგია უკვე თვითონ გზნობს, რომ ბრძოლა მიდის შიგნით ხო გზნობთ, თქვენ რა ხდება ხო? აუცილებლად ეს პროცესები დაძაბავს კიდევ სიტუაციას, მათ შორის იგივე ისლამსა და ქრისტიანობას შორის. თქვენ ხედავთ რა ბრძოლა მიდის, მათ შორის ზოგიერთი სალოცავის გამო და ასე შემდგომ. ხო? ამიტომ მზად იყავით, ეს არის პერიოდი რელიგიური, პოლიტიკური ცვლილებებისაც ყველა დონეზე, საკადრო ცვლილებები გინდათ, იერარქიული სიტუაცია გინდათ, ყველაფერი შეიცვლება. ამიტომ პერიოდი რთულია, არ გეუბნებით რომ სუბუქი წელიწადი გექნებათ, არა, დაძაბული იქნება, ოღონდ არა ისეთი ქარაფშუტული, როგორც იყო აქამდე. რატო? იმიტომ რომ მაიმუნი ქარაფშუტაა, ზედაპირულია, უყვარს ფლირტი, მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობებში. ამიტომ სასიყვარულო ურთიერთობაც კი მამლის წელიწადში გახდება გაცილებით უფრო სერიოზული. რატო? თვითონ მამალი არის კონსერვატორი, ბუნები და ტრადიციონალისტი. ამიტომ მიდგომა საქმისადმი იქნება უფრო სერიოზული, საქმის ბოლომდე მიყვანის ტენდენცია მოიმატებს, იგივე პირად ურთიერთობებში დამოკიდებულება იქნება უფრო სერიოზული და პასუხისმგებლობის ელემენტი მოიმატებს ადამიანში. მამალი ამას ქმნის. პლუს ამას დავუმატებთ ის ამბავი, რომ ესე იგი მამლის წელიწადში რა ტენდენციები ახლა მოსალოდნელი კიდევ ამის გარდა რაც ახლა ვთქვით, ესე იგი ცვლილებების დროა და ხალხის გამოღვიძების პერიოდია. ანუ ჩვენ ვართ მიძინებულ მდგომარეობაში, მინდა გითხრათ, ეს ერთი. მიძინებულ მდგომარეობაში კიდევ ვინ არის? რუსეთი.
რუსეთი არის მიძინებულ მდგომარეობაში, იმიტომ რომ უსამართლობის პრეზუმპცია, რომელიც მათმა ასტროლოგმა ლევინმა დანერგა, ჯერ კიდევ არასწორი, შეიძლება გააჩნია არასწორი როგორ ბრჭყალებში ვთქვათ, არასწორი რუსეთის დამოუკიდებლობის დღის შერჩევით, ჯერ კიდევ ელცინის დროს რუსეთი შევიდა ასე ვთქვათ, უსამართლო პრეზუმპციის ზონაში, ამ დროს კოსმიურ ზონაში, რის შედეგად, რასაც აკეთებს, სწორი, არასწორია, სამართლიანი, არასამართლიანია, ყველაფერი გაზდის და უპრობლემოდ გაზდის. აი, რუსეთიც გამოდის ამ ძილქუშის მდგომარეობიდან და ჩვენს გამოვდივართ ნელ-ნელა მამლის წელიწადში. ამიტომ რუსეთიც გაიაზრებს, რომ რაღაცებს სწორად არ აკეთებს, ჩვენც უნდა გავიაზროთ ეს ყოველივე და ამიტომ ვიმეორებ რევოლუციური სულისკვეთება ერში გაძლიერდება განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარში. პირველი ნახევრის ყველაზე რთული პერიოდი ჩვენ გვაქვს სამთვე ნახევარი დაახლოებით შუა აპრილამდე. უმძიმესი პერიოდია დედამიწა უარყოფით ენერგოველჩია. ეკოლოგიური კატასტროფების, ტექნოგენური კატასტროფების, მათ შორის დაავადებების, ტრავმების, ავარიების ალბათობა მაღალია. ახლა შეიძლება კითხვა გაგიჩნდეთ, რატო ამდენი სუიციდი, რატო ამდენი მკვლელობა და ასე შემდგომ. ხო, ეს ყველაფერი მომატებულია ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში. შავი მთვარე, მაცდუნებელი სატანური ძალა გადის ახლა მორიელის ზოდიაქოს თებერვლის ბოლომდე. ამიტომ კრიმინალური სიტუაცია და ესეთი სუიციდური მომენტები გაგრძელდება. თებერვლის ბოლოს შემდგომ თქვენ ნახავთ, რომ სიტუაცია ნელ-ნელა დაიწყებს გამოსწორებას. აი ესეთ სიგიჟეები აღარ გვექნება. მაიმუნიც გადაივლის და შავი მთვარეც გადაივლის ამ წერტილს და ცოტა დაწნარდება ამ ხრივ საზოგადოება. ეს სიგიჟეები, სექსუალური მათ შორის სიგიჟეების ალბათობა მაღალია და მინდა გითხრათ, რომ დაავადებების ტენდენცია მომატებულია. აქ აკუთხით, ამაზე უბრალოდ ხმას არ იღებს ჯანდაცვის სამინისტრო, მაგრამ დავანებოთ თავი. ესეც ამასთან არის დაკავშირებული. ამიტომ ეს ყველაფერი დამშვიდდება, ნელ-ნელა დაწყნარდება, ესე იგი მეორე ნახევარში. ამიტომ რაღაც საქმე გაქვთ, იდეა, პროექტი, განსახორციელებელი, მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩასადებიან მოსაზიდი წლის მეორე ნახევარი. თუ ძალიან გაჩქარებად მაისიდან. პირველი ნახევარი პრობლემურია, აქ ჯობია დავგეგმოთ რაღაცეები, მოვილაპარაკოთ, მაგრამ არ დავიწყოთ ჯერ, იმიტომ რომ მეტი სირთულეები გექნებათ და განსაკუთრებული ყურადღება ჯანმრთელობას, იმიტომ რომ უკვე შუა რიცხვებიდან იანვრისა დაიწყება ეპიდემიური ტენდენციები გრიპებისა, რაც მათ შორის ფატაურად დაუსრულდება ზოგიერთ სამწუხაროდ. ეს მომენტიც არის. და გავითვალისწინოთ განსაკუთრებული რთული პერიოდი, ეს არის 26 თებერვლიდან 11 მარტის ჩათვლით. ყველაზე მძიმე პერიოდია წლის განმავლობაში, აქ პლანეტების ნამდვილი ომია ცის კაბადონზე და თან უკავშირდება ესთან მზის დაბნელებას. ეს ყოველივე შექმნის ძალიან ცუდ სიტუაციას. ამ პერიოდისთვის არ დაგეგმოთ რაღაც მნიშვნელოვანი საქმეების საკითხები, მათ შორის ბიზნესმენებს თხოვ, რომ მე სერიოზული წაგებების წინაშე არ აღმოჩნდეთ. ეს ტენდენციები ზოგადი გავითვალისწინოთ, კიდევ ცოტა რთული იქნება, ახლა ამას არ შეედრება წლის პირველ ამ სამ თვეს, მაგრამ ცოტა მეტი სირთულეები ივლისში გვექნება და სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში. всё, დამთავრდა. აი დანარჩენი პერიოდები მეტნაკლებად სტაბილურია და მეორე ნახევარი უკეთესი. შეიძლება ესე ვთქვათ პირდაპირ. ეხლა რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს, პირველ რიგში მთავარი ფავორიტი დასავლური ზოდიაქოს ნიშნებიდან აქედან დავიწყოთ, ხო? სასწორია. გამარჯვების პლანეტები გადის სასწორს, ამიტომ შანსები წარმატებისა ძალიან მაღალია. სასწორი მართავს ისეთ სფეროს, როგორც არის იურისპრუდენცია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი. აქ არის შანსი კარგი წარმატებების მიღწევისა. სოციოლოგიის სფეროში წარმატებული იქნება ეს სფეროც, კი ბატონო, კარგია. სასწორის გარდა ვერძი, მამალი აქტიური, ენერგიული და უყვარს ვერძივით მეუმარი ადამიანები. ამიტომ კარგი პერიოდი ექნება მას. კარგი იქნება ქალწულებისთვის, იმიტომ რომ მამალი ამავდროულად კონსერვატორია და უყვარს შრომის უნარიანი პასუხისმგებელი ხალხი. ქალწული სწორედ ამ ტიპის არის და ამიტომ ეს ტენდენციები გაიმარჯვებს. თხის რკას ექნება ბოლო 3 წელიწადში საუკეთესო წელი. გავითვალისწინოს ოღონდ თხის რკამ, რომ მომავალი წელი ექნება რთული 2018, როგორც ახლა გშილდოსონს. ესეთი ექნება თხის რკას, ამიტომ წელს მოასწროს მნიშვნელოვანი საქმეების შესრულება და ვარსკვლავური პერიოდი დაუდგება 2019 წელს. ესეც გაითვალისწინოს. ესე იგი, თუ კურო პირველ 3 თვის განმავლობაში არ აღმოჩნდება სერიოზული გრიპული დაავადებების წინაშე, რისი ალბათობა ძალიან მაღალია, მას და ამით არ ამოიგდებს თავს ნახევარი წლით, მაშინ მთლიანობაში წელიწადი იქნება ძალიან კარგი, განსაკუთრებით მაისიდან მისთვის. ეხლა რაც შეეხება პრობლემურ ნიშანს აღნიშნეთ ჩვენ, ეს არის შილდოსანი, არასწორი დამოკიდებულება არ გვინდა, ხო?
არა ის რომ ეს იქნება მისთვის კატასტროფული და საშინელი. მშვილდოსანი ყველაზე ოპტიმისტური ნიშანია და ძალიან ენერგიული. ამ თვისებებით იგი ყოველთვის კაჩავს და გამოდის ნებისმიერ რთული სიტუაციიდან, ხო? ამიტომ მისთვის ეს ნაკლე ეს რო ყოფილიყო თევზები, მაშინ მართლა კატასტროფული სიტუაცია იქნებოდა. თევზების ეს დეპრესიულია. და მშვილდოსანი უფრო ადვილად გამოვა. ამიტომ ახლა ისეთი რო თქვა, რაღაც საშინელი წელი არა, მაგრამ სირთულეები რო ექნება ორმაგი ყველა სფეროში, ეს კი და მეტი თავდაჭერა მართებს. მორიელს განსაკუთრებული სიფრთხილე მარტამდე, სანამ შავი მთვარე გადის ამ ზოდიაქოს, ცდუნებების ალბათობა მაღალია, განსაკუთრებული ყურადღება შარცასქესო ზონას, თუ რამე პრობლემა შეექმნა მომენტალურად ექიმთან, თუ რა არის სერიოზული პრობლემები, ნელ-ნელა მარტიდან განთავისუფლდება იმ მარწუხებისგან, რომელშიც იგი იყო ბოლო თითქმის 7-8 თვის განმავლობაში, აი ოქტომბრის ბოლოდან დაიწყება ვარსკვლავური ერთწლიანი პერიოდი აღმავლობისა და წარმატებისა. ეს მორიელს. და არჩენიშნებს რაც შეეხება მეტნაკლებად წელიწადის საშუალოა, მოდი თქვათ ასე, სტაბილურია, ცუდი არ არის. რაღაც პერიოდებში იქნება წარმატება, რაღაც პერიოდში ნაკლებად, მაგრამ შვიდად სტაბილურად შეიძლება გავლა. რაც შეეხება ამოსაურ ზოდიაქოს ნიშნებს. მთავარი ფავორიტი მამალია, რომელიც იწყებს 12 წლიან განვითარების ეტაპს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პირველი წელი აი აქ საძირკველს დებს იმ 12 წლიანი განვითარებისა, აქტიურად გამლოს, რაღაც ახალი უნდა დაეწყოთ, ახალი შეხვედრები, მოლაპარაკებები, საქმე, დაუშვა და ასე შემდგომ. ანუ ეს არის პერიოდი სერიოზულად წარმატებული მისთვის. მაგრამ თუ მამლის წელიწადში დაბადებულ შეექმნა წელს პრობლემა, ეს ნიშნავს იმას, რომ წინა 12 წელიწადი არასწორად იცხოვრა მან და ძალიან ბევრი შესვენები დაუშვა. და დააფიქრდეს, რა ცუდი თვისებები აქვს მას, რომელიც უნდა აღმოიფროს. შემდგომ ფავორიტი ვინ აქვს კიდე ხარის წელიწადში დაბადებული ადამიანი, თხის წელიწადში დაბადებული, გველის წელიწადში დაბადებული და დრაკონიც ცოტა ამოისუნთქავს. ბოლო 3 წელი შედარებით რთული ქონდა, ეხლა დრაკონის წელიწადში დაბადებულები უკეთესად იგრძნობენ თავს. რაც შეეხება პრობლემურ ნიშნებს, ესე იგი ვირთხას ცოტა უჭირს, ანუ ეს არ ნიშნავს, რომ კატასტროფაა. არა, უბრალოდ ცოტა მეტი ექნება პრობლემები სამსახურებრივი კუთხით, კარიერული, ფინანსური კუთხით, მეტი ძალისხმევა დაჭირდება და ასე შემდგომ, ხო, რომ გადალახოს ეს ბარიერები. შედარებით რთულია კატის წელიწადში დაბადებულებისთვის და აქაც პირველი 3 თვის განმავლობაში თუ სერიოზულ შესვენებს არ დაუშვებენ ბიზნეს სფეროში, საქმიანობის კუთხით, პირად ურთიერთობებში და სათანადოდ არ მიაქცევენ ყურადღებას ჯანმრთელობას, ეს ეხება პირველ რიგში ცხენის წელიწადში დაბადებულებს და ღორის წელიწადში დაბადებულებს, მაშინ უკვე მაისიდან მათთვისაც დაიწყება საკმაოდ კარგი პერიოდი. თუ არა და მაშინ პირველი ნახევარი დაკარგული აქვს ფაქტობრივად მათ. დანარჩენი ნიშნებისთვის მეტნაკლებად ზომიერად საშუალო წელიწადი. ახლა უკვე შეგიძლიათ შეუხამოთ ერთმანეთს დასავლური აღმოსავლური და უკვე მიხვდებით დაახლოებით რა დონის ასე ვთქვათ პერიოდია. რაც შეეხება ახლა იმას თუ რა ტენდენციები გველოდება ჩვენ უკვე 31-ში, ახლა მე კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, აქ ზოგიერთი მით უმეტეს საცივის დიდი მოყვარული და ასე შემდგომ მეჭიდავება და მებრძვის და არის ერთ ამბავში უკმაყოფილო რომ რას ქვია საცივი არ შეიძლება წელს და ასე შემდგომ და მე მინდა აქ ცოტა ახლა გავარკვიო ეს სიტუაცია რა შეა საქმე. არავის არაფერი არ ეგზალება. ყველა თავისუფლები ხართ თქვენს არჩევანში და ამის შედეგად რომ საცივს შეჭამთ, ახლა თქვენს ცხოვრებაში არ გადაბრუნდება ურემი რო იტყვია, ხო? აქ თავარია რა, გავარკვიოთ რატო ამბობთ ამას. იმიტომ რომ არსებობს აღმოსავლური ტრადიცია. აღმოსავლეთში ტრადიციას დიდი მნიშვნელობა აქვს და რიტუალს, ხო? თქვენ რო შედიხართ ვიღაცასთან დავუშვათ სტუმრად პირველად. ხო აქცევთ ყურადღებას როგორ შეხვდათ, როგორ შემოგხედათ, გაგიღიმათ, არ გაგიღიმათ, რა ტრადიციით მიგიღეთ, რა რიტუალია ჩატარდა. ეს ყველაფერი თქვენთვის მნიშვნელოვანია, თქვენს კეთილგანწყობაზე მოქმედებს ეს, ხო? ასევეა ზუსტად აქაც. ითვლება რომ კეთილგანწყობა მამლისა გარკვეული რიტუალების მეშვეობით მოქმედებს მთელი წლის განმავლობაში. ეს არის 40 საუკუნოვანი ტრადიცია აღმოსავლური. ამიტომ მივაქციოთ ყურადღებას, იმიტომ რომ მამლის წელიწადი ეს არის მთვარის კალენდრის და მიხედვით. იმიტომ რომ მზის კალენდარი სხვა არის. მზის კალენდრით ახალი წელი ჩვენ გვექნება 21 მარტს დღეღამტოლობას. და ეს არის მთვარის კალენდარი, ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა თუ ქართულ ტრადიციაზე ვისაუბრებთ, ქართული ტრადიციის მიხედვით ახალი წელი უკვე დამდგარია. 21 დეკემბრიდან. იმიტომ რომ თქვენ არიცით რომ ქართველები ყოველთვის ხდებოდნენ ამ დროს 21-ში ჩვენ ვაცილებდით და 22-ში უკვე ახალი წელი იწყებოდა. ბიოლოგიურად ესეა, იმიტომ რომ მზეს რო შეხედოთ, მზე ტრადიციულად ამთავრებს ერთ სრულ ციკლს 21 დეკემბერს ყველაზე გრძელი ღამე გვაქვს და ყველაზე მოკლე დღე. 22-დან უკვე დღე იწყებს გადიდებას. აი, ბიოლოგიურად ოდის იწყება ახალი წელი. რატოა 31 დეკემბერს მე ვერ გეტყვით. თუ თქვენ გაარკვევთ, დამირეკეთ, გამაგებინეთ, მადლობას გეტყვით.
მე არ ვიცი რა პრინციპით არის 31-ში 21 დეკემბერი კი ბატონო აი ბიოლოგიურად ზე გვიჩვენებს რომ იწყება ახალი მზის ახალი ერთწლიანი ციკლი მაგრამ აქ არის მთვარის ციკლი რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობ და პატივისცემა სწორედ ამ ცხოველისადმი რომელიც მართავს იმ წელიწადს და იმ თვისებებს აყალიბებს იმ წლის განმავლობაში ეს არის მისი კეთილგანწყობის ფაქტორი ეხლა თქვენ გინდა დაიჯერებთ გინდა ნუ დაიჯერებთ ამის მაგრამ ეს არის ესე ყოველ შემთხვევაში რა ტრადიციები გვინდა პირველ რიგში ამასთან და რა ესე იგი მოვლენებია ფიგურა უნდა კონდეს აუცილებლად მამლის მაგიდაზე საახალწლოდ მაგრამ გვერდით უდგას მაიმუნი რატო 28 იანვრამდე მაიმუნი გრძელდება და მაიმუნს ნუ გააბრაზებთ ნანუკა ხაზარაძეს რა უკნა ნანიკოს მაიმუნმა ნახეთ მე მგონი პირად ეთერში ხო ამიტომ ეს რო არ მოხდეს ესე იგი 28-მდე ჩვენ ორივე გვიდგეს მაგიდაზე 31 რიცხვში ესე იგი ჩვენ რას ვაკეთებთ ბანანს დაუდებთ ერთ ცალს მაიმუნს წინ ხოლო მამალს წინ დაუდებ პატივისცემის ნიშნად ხორბალს ან ცოტა შეიძლება დაუყაროთ დავუშვათ სიმინდი კი ბატონო ამით პატივისცემთ ეხლა საკვები რატო ახლა ამ საციუზე ერთი ამბავი იმიტომ რომ მამალია შემოკარგებო და სულაც არ უყვარს მას და არ მოიწონება როცა დედალს დაახვედრებენ მოხარშული მდგომარეობით დავუშვათ ან შემწვარი მდგომარეობით ხო აგენა გამომდინარე არც ერთი ფრინველი აქ ქათამზე არ არის საუბარი აქ შედის მწყერი ინდაური და არც ერთი ფრინველი 31-ში ხას უსვალ არ უნდა იყოს პირველში მიირთვით კი ბატონო ორში მიირთვით 31-ში როცა ჩვენ ხვდებით მაშინ არა ეხლა თქვენ მეთქვით რომ 28-ში იწყება იანვარს ხო და 31-ში რო შევჭამოთ რა მოხდება საქმე იმაში 28 იანვარს თქვენ არ გაგახსენდებათ მამალი უმრავლესობას არ ახსოვს 90%-ს ამიტომაც ჩვენ წინ ვატარებთ ამ რიტუალს რომ პატივი მივაგოთ მას ეს გვეგვეთვლება მაგრამ 28-ში თუ არ მიირთმევთ ხო იდეალური იქნება ხო ეს ორი დღე გვაქვს მაგრამ ესე იგი ამასთან დაკავშირებით ახლა აღვნიშნოთ რაც შეეხება აი შეად მეკითხებიან კვერცხზე კვერცხი უმი შეიძლება იმიტომ რომ სიცოცხლის ნიშანია კი ბატონო მაგრამ მოხარშული საკვებად არა მაგიდაზე არ იყოს ეხლა რა უნდა იყოს კიდე მაგიდაზე კოქტეილი იცით თქვენ კოქტეილი რას ნიშნავს ინგლისური სიტყვა ნიშნავს მამლის კუცს ამიტომ კოქტეილი სხვადასხვა ოჯახის წევრებისთვის პლუს დამატებით ერთი კოქტეილი მამალს გვერდით დაუდეთ შემდეგ ნებისმიერი სასმელი 31-ში ლუდის გარდა. ორში კი ბატონო პირველში მიირთვით, მაგრამ 31-ში არა. ყველა ჩვენი დანარჩენი რაც კი გვაქვს ტრადიციული საკვები აბსოლუტურად ან თუ გინდათ სხვანაირი ეგზოტიკური ხილი ყველაფერი მოდის. აბსოლუტურად. ერთადერთი არის პრობლემა ფრინველი არ იყოს 31-ში ისიც. ამაზეა საუბარი. ფერები. წითელი აღნიშნეთ ხომ თავარი ფერია. ტანსაცმელში შეიტანეთ მეტი ისეაც გაშავდა მთელი ეს ჩვენი ხალხი ხო სულ შავში დავდივართ გვეყოფა წითელი ფერი პრევალირებდეს ოღონდ არ არის სულ წითელში იყოთ წითელი ფერი პრევალირებს მას მოყვება ყვითელი რაოდენობით და ასეთივე მორთულობა უნდა კონდეს ნაძვის ხეს ამ ფერებით მერე მოდის ყველა სხვა ფერი ნებისმიერი ჭრელი რატო მამალი გინახია და იცით რამდენი ფერი აქვს მას იქ შედის ვერცხლის ფერიც, ბეიჟი, წვიმნაირი, ამნი მწვანე, ლურჯი კი ბატონო. და ოღონდ ეს ყველაფერი დარჩენი ფერები აქსესუარების სახით. ხო? მე მგონი გასაგებია, ხო, ფერებთან დაკავშირებით. ესე იგი არ იგზალება არც ერთი ფერი, ოღონდ პრევალირებადია წითელი, მერე მოყვება ყვითელი ან ოქროსფერი ტონი. მერე მოდის ყველა სხვა. ეხლა რაც შეეხება ნაძვის ხე ვახსენეთ, ნაძვის ხესთან ერთად თუ გაქვთ საშუალება, ნაძვის ხე შუაში თუ იქნება ყველაზე კარგია. ცენტრში ყველაზე კარგია. თუ არა, ნუ სადაც მოგეხერხებათ. გვერდი ჩიჩილაკზე თქვენ გინახიათ ესეთი რაღაცა ესეთი პატარა წითელი ფერის, ხო გინახიათ ხშირად, ხო? აი რა არის ხშირად არც იცის ადამიანმა ეს რა არის, ხო? ეს არის ცირცელი, ანუ სხვანაირად კუნელის სახელით უფრო ცნობილია ეს. სხვა ჩვენს კარგი იქნება თუ ამის ტოტი გვექნება ცალკე, ან შეიძლება ჩიჩილაკზეც იყოს მოთავსებული, ძალიან კარგია. ცირცელი ძალიან უყვარს მამალს, ეს ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო დამცავ საშუალებად ოჯახისთვის, მათ შორის და ადრე ქრისტიანები ძალიან კარგად იყენებდნენ ჯვარს აკეთებდნენ ცირცელისგან, მერე გადაატარებდნენ ცეცხლზე, ასხავდნენ წმინდა წყალს და ის იდებოდა მერე მაგიდი იმის საწოლის ქვეშ. ითვლებოდა რომ ძილის დროს როცა ადამიანი საუბრა ყველაზე მეტად შესუსტებულია, ყველაზე კარგად ცირცელი იცავს მას უარყოფითი ძალებისაგან. და ამიტომ არის გამწმენდის საშუალება, დამცავის საშუალება და სკანდინავიაში დღესაც ითვლება სიყვარულის სიმბოლოდ.
კარგი იქნება რომ კონდეს ცირცელი და კარგი იქნება რომ კონდეს აუცილებლად აღმოსავლური ნაძვის ხე. რა არის ეს? ეს არის მანდარინი. ამიტომ მანდარინის ტოტი რო კონდეს სახლში, თუნდაც ხელოვნური იყოს კი ბატონო, უკვე იქნება ძალიან კარგი ნაძვის ხესთან ერთად. ეს მორთულობა უკვე ამისი. ეხლა რა შეეხება სხვა მომენტებს, რადგან მართველი კიდევ არის წელს მართველი ყავს არა მარტო მამალი, არა მარტო სტიქია, ანუ ცეცხლის სტიქია და აქტიური მამლის წელიწადი, არამედ მართველი არის კიდე მზე მართავს მომავალ წელს 2017-ს. ამიტომ მზე ნიშნავს იმას, რომ მამალი სხვათაშორის თქვენ ახლა იცით კარგად, მამალი როცა ყივის, რას ნიშნავს? ბნელი ძალების დრო დასრულდა, ღამე თავდება, შემოდის სინათლე. ანუ მამალი არის ნათელი ძალების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. მზე ასრულებს თავის მოძრაობას, უკვე სიბნელე შემოდის, მამალი ისევ ყივის და გვამცნობს ამის შესახებ. ამიტომ სიმბოლურად ძალიან სერიოზული დატვირთვა აქვს მამალს. მზე გვამცნობს რას, რომ იგი მართავს სიყვარულს პირველ რიგში და შემოაქვს სიყვარული, იგი მართავს ბავშვებთან ურთიერთობას. ამიტომ საახალწლოს უფრაზე რაც მეტი იქნება სიყვარული, მით უკეთესი და რაც მეტი იქნება გვეყოლება ბავშვები, მით უკეთესი. ეხლა რაც შეეხება ასე ვთქვათ, მეკლეს თუ ექნება არტისტული მონაცემები, კარგი ომახიონი ხმა იქნება ძალიან კარგი და გაითვალისწინეთ კიდევ ერთი დეტალი, ესე იგი მეკლეს შემოაქვს რა სახლში, არა მარტო ტკბილეული, ტრადიციული, არამედ შემოაქვს ხორბალი. რო შემოდის მეკლე, ხორბალს მიმოაქვებს თქვენ სახლში, ეს არის ბარაქის და ხვავის საუკეთესო სიმბოლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. შეიძლება ბრინჯი გამოიყენოთ, ეს ვარიანტიც არის კი ბატონო. აი ეს მეკლის ინსტიტუტის აი ეს ელემენტები გავითვალისწინოთ და ვისაც ახლა ინტერესებს მინერალოგია, მათთვის ვიტყვი რომ წითელი და ყვითელი ფერის ქვები იყოს პრევალირებადი. ამ ქვებში შედის ახლა იაგუნდი, ლალი, ციტრინი, უამრავი კარგი ქვებია. ამასთან ერთად ისეთი ორი საოცრად კარგი ქვა, როგორც საფირონი და აკვამარინია. თუ გაქვთ, აუცილებლად გამოიყენეთ ახალი წლის ღამეს. ეს ყოველივე გააძლიერებს ძალიან დადებით ენერგიებს და ხელს შეუწყობს უფრო მეტად შემდგომ უკვე წინსვლას და წარმატებებს. ეხლა სიგიჟეები არ გვინდა, მაიმუნის სიგიჟეების დიდი მეხუთბე იყო და 31-ში ყირაზე გადადიოდა. ეხლა მამალი უფრო მშვიდია და მაინდა-მაინც არ უყვარს ეს სროლა და რაღაცა, რასაკვირველია ვისწრით და ვიმხიარულებ, მაგრამ ზომიერად. აი ეს მოთხოვნა არის ძალიანაც ნუ შევაშინებთ მამალს. აი ეს გავითვალისწინოთ ყოველივე. ხო, ნუ აი მე მგონი ძირითადად ესე იგი ჩამოგიყალიბეთ, თუ ახლა რამე კითხვა გაქვთ, აბა გისმენთ. მზად ვარ გიპასუხოთ. მე ეს არ მეთქავს. მე აღნიშნე რომ საკმაოდ დაძაბული სერიოზული ცვლილებების წელიწადია, რომელიც აუცილებელია შემდგომი საქართველოს განახლებისათვის. მაგრამ მე არ გააჩნია ვისთვის სასტორისთვის კარგია. ბატონო? ეკონომიკურად რთულია, ჯერჯერობით მე რო გითხრათ რომ ახლა სხვა შორის ახლა აქვს ძალიან კარგი საშუალება რომ ლარი გაამყაროს ჩვენმა მთავრობამ, იმიტომ რომ სანამ ფარველი ანგელოზი გადის სწორედ ფულის ნიშანს, ანუ კუროს და ეს იქნება ივნისის შუა რიცხვებამდე, ყველაზე კარგი შანსებია რომ ახლა გავამყაროთ ლარი. ამიტომ უნდა ამოძრავდეს ჩვენი მთავრობა და არა მიიძინოს როგორც ახლა კეთდება ეს რატომღაც. და ახლა კონფლიქტებს და იმებს მოუნდებიან და საქმეების გარჩევას და აი ეს კარგი მომენტი დაგვეკარგება. მაგრამ პირველ ნახევარში მაინც ცოტა არასტაბილურობა გვექნება ჩვენ, მათ შორის ლარის კურსის კუთხით, მეორე ნახევარში საერთოდ კრიზისი მსოფლიო ევროპული მასშტაბით მცირდება. ამიტომ ეს იმოქმედებს დადებითად მათ შორის ლარზე, მეორე ნახევარში უკვე შემოდგომიდან შანსი მისი უფრო გაძლიერების და გამყარებისა იქნება მეტი. პირველი ნახევარი ცოტა კიდე გაგვაწვალებს და პრობლემებს შეგიქმნით.